მოგესალმებით, ჩვენ ვაგრძელებთ თავისუფლების მოედნის პოდკასტებს, სადაც საუბრობთ სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე, იმ თემებზე, რომელიც აქტუალურია და სხვადასხვა ჭრილში განვიხილავთ ხოლმე ამ თემებს. დღეს ჩვენი სტუმარი არის თათია კეკელია, სოციოლოგი, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ვინაიდან თათი არის სოციოლოგი, უფრო შევეცდებით სოციოლოგიის ჭრილში განვიხილოთ რაღაც საკითხები, თუმცა ასევე მიმდინარე საკითხებიც ძალიან მნიშვნელოვანია თუ როგორც მოქალაქეები ჩვენ, როგორც ის ადამიანები, რომლებიც ვაკვირდებით რა ხდება ჩვენს გარშემო, ამაზე როგორ რეაგირებს საზოგადოება და რა მომავალში შემდეგ საზოგადოებაზე რა გავლენა შეიძლება მოახდინოს და ზოგადად ქვეყნის განვითარებაზე, აი ამ ჭრილში შეგვიძლია ვილაპარაკოთ. ხო, დღეს ესე იგი ჩვენ რაღაცა გარკვეული მონახაზევით გქონდა, მაგრამ დიდად არ გავცდებით ცხადი ამას, უბრალოდ დღეს კიდევ ერთი უსამართლობის, ესეთი დამოკვეთილი უსამართლობის პრეცედენტი გვაქვს ქვეყანაში, როდესაც ამ მომენტისთვის ორი ადამიანი არის დაკავებული სისხლის სამართლის წესით, მიეცა პასუხისმგებლობაში, ჩასვეს ციხეში პირდაპირ ვთქვათ, იმის გამო, რომ ეს ადამიანები გამოთქვამდნენ პროტესტს ტროტუარზე. რაც არის კიდევ ახალ დამატებით სიბრტყეზე აყვანა ამ უსამართლობის, რომელიც ჩვენ გვაქვს და დაწყებული ეს რაღაცა განსაკუთრებით ბოლო 3 წლის განმავლობაში ფორსირება აი ამ საკანონმდებლო ბაზის განკაცრების და უფრო რეპრესიაზე ორიენტირების, აი ამაში კიდევ ახალი სიბრტყე გვაქვს, რომ ეხლა უკვე ადამიანებს უბრალოდ ტროტუარზე თუმისთვისაც ტროტუარები მოგვეხსენება ყველას იმისთვის, რომ ადამიანები ზედ იდგნენ და მიდიოდნენ და მოდიოდნენ, რომ იმ საბაბით ვითომ რომ ვინმეს უშლიდნენ გადაადგილებას და ვინც დავდივართ პროტესტზე, ვიცით ზუსტად რომ იქ არავის პრობლემა არ ექნება გადაადგილების, ხო, მაგრამ კიდევ ერთი ეს არის რეპრესიული ინსტრუმენტი და არა ამას სამართლიანობასთან, სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს. გამარჯობა, მოგესალმებით. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის და მე ძალიან მიხარია რომ საშუალება ჩემი პოზიცია დავაბეჭდე. მიუხედავად იმისა, რომ არ იქნება დიდად განსხვავებული ალბათ ზოგადად ოპოზიციურად განწყობილი ადამიანის პოზიციისგან, მაგრამ დავიწყები იმით, რომ სადავო არ არის ის, რომ ჩვენს ქვეყანაში სამართალი არის შერჩევითი, არის უსამართლობის სეობა, ასე ვთქვათ და ეს სულ უფრო და უფრო მაღალ ხარისხში ადის, როგორც ვუყურებთ, ხო, მოვლენების განვითარებას, დღესდღეობით სწორედ ტროტუარების თემა და საკითხი არის ყველაზე აქტუალური და ჩვენ ვხედავთ, რომ რეალურად არაფრის გამო, აბსურდის გამო მართლა ადამიანებს იჭერენ, მაშინ, როდესაც მართლა დამნაშავეებს ძალიან მუბიერად ებყრობიან. ეს ტროტუარების კანონი, ახალი კანონი, ხო, რომელიც ამოქმედდა, ასე ვთქვათ, შეიძლება შეფასდეს როგორც ერთის მხრივ მთელი იმ ღვაწლის წყალში გადაყრა, რაც წლების განმავლობაში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის წლების განმავლობაში იქნა მიღწეული, კერძოდ სიტყვისა და მანიფესტაციის თავისუფლების თავისუფლების მოპოვების კუთხით, ხო, არაერთმა ორგანიზაციამ იმუშავა ამაზე, ჩვენ ვიცით, ხო, წარსული წლებიდან და ზოგადად მიღწეული იქნა ის, რომ არ იყო აუცილებელი, რომ აქციის ორგანიზატორებს გაეფრთხილებინათ, თქვათ, მერია, ან მთავრობა იმისთვის, რომ აი ჩვენ ახლა აქ და აქ ვაპირებთ აქციის გამართვას. ანუ კანონმდებლობა უფრო დემოკრატიზირებული იყო და ადამიანებს უფრო მეტ საშუალებას აძლევდა, რომ თავიანთი უკმაყოფილება მაგალითად გამოეხატათ. ხო, რა მნიშვნელოვანია დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობისთვის. არ უნდა იყოს პროტესტის გამოხატვა დამოკიდებული მთავრობის ნებაზე. ხო, ანუ ეს ხო აბსურდია რეალურად. მაშინ გეტყვის, რომ არ მოგცემს უფლებას, ხო და იგივე შეზღუდვა გამოვა გამოხატვის თავისუფლებისა. და ანუ ეს
ამას წლები დასჭირდა, რომ ამისთვის მიგვეღწია, ხო? და რეალურად მას შემდეგ რაც საქართველოს დამოუკიდებელი გახდა, ნელ-ნელა ჩვენ ხომ წინ და წავსულიყავით, ხო? და ეს დინამიკა და ევოლუციური პოზიტიური, ხო? ანუ და ჩვენ ხედავთ, რომ არა მარტო ამ კუთხით, არამედ ბევრი სხვა მიმართულებით, განსაკუთრებით ევროინტეგრაციის კუთხით 21 საუკუნეში დგავთ უკან ნაბიჯებს და ეს არის ძალიან შემაშფოთებელი პირადად ჩემთვის, იმიტომ რომ ზოგი რაღაცა შეიძლება მარტივად გამოსწორდეს, მაგრამ ზოგს არ აქვს ასეთი მარტივი და ხარმოკლე გამოსავალი. ასევე რაზე მიანიშნებს მთელი ეს სიტუაცია, ხო, რისი თქმაც მინდოდა არის ის, რომ თუნდაც აი ამ აბსურდული ტროტუარების ახალი კანონის შემთხვევაში ჩვენ დავინახეთ, რომ არ არის მარტივი ამ კანონის აღსრულება. ხო, იმდენად აბსურდულია, რომ მე მისი უკვე რეალობაში გადათარგმნა და ამის ტვიცება, რომ შენ რაღაცა ტროტუარზე დგეხარ და ამით რაღაცა საშუალო ძნელია, ხო, მაგრამ მაინც ვნახეთ ეს გადაწყვეტილება. ხო, და ახერხები, რომელიც რომ რაღაცა გამოსავალი პოვან იმისთვის, რომ ამოქმედონ ეს რეპრესიული კანონები. სხვათა შორის მეც ვიყავი შარშა გზის გადაკეტვის სასამართლო პროცესი მქონდა, მან ჩარცოცვასთან კი მოვხდი, მაგრამ ეს იყო აი ერთ-ერთი პირველი საქმეები, როდესაც ეს ჯერ 5000-ზე იყო თუ ჯერ არა, 500, იმიტომ დეკემბრის აქცია იყო. მეგონება ეს 500 და ხო, ისიც ძალიან ეს არის, ხო, ნუ ჩვენ ჩვეულებრივი ხელფასით მქონე ადამიანებისთვის ძალიან დიდი დარტყმაა. იმათთვის ისინი მაგალითად 12000 როგორ ხელფასი ხალხი საკითხი. ხო, ნუ როგორც ქალბატონმა წილოსანა თქვა, როგორ იყო? ვაიმე. ის ისეთ კორიენტელებს აყენებს, ძნელია მიადევნო თვალი. უწყინარი 5000 ლარი. უწყინარი 5000. უწყინ, აი მაგ სიტყვას ვიხსენებდი ახლა. ნუ იმისთვის უწყინარია 5000, ხო? ჩემთვის ვიფასე. აი უწყინარად გამოჭრა და ზედ რაღაცა საკეთებში. ხო, ანუ ახეთში. ხო, ისი თქმა მინდოდა ჩემი გამოცდილება რატო ვახსენე, რომ მე თვითონ ვნახე და გავხდი მომსწრე, არა მარტო ჩემს პროცესებს, ხვების პროცესებზეც, ჩემი კოლეგების თანამებრძოლების პროცესებსაც დავესწარი და გავხდი მომსწრე, იმით სირკი, სადაც ხდებოდა დარბაზში. და ისედაც, ანუ ამ ტროტუარების კანონის გარეშეც, ისედაც აბსოლუტი ტრიალებდა მის თქმა მინდა და ეხლა უბრალოდ აიყვანეს რაღაცა უმაღლეს ხარისხში. ხო, მაგრამ თვითონაც მე მგონი რომ რაღაც ნაწილში თვითონაც ხდებიან აი ამ რაღაც აი მოდევილის მართლა აბსურდულობას და ამიტომაც მე მგონი რომ ეს გადაღებების ამბავიც მაგიტომ მოაშთეს სასამართლო პროცესების, იმიტომ რომ ძალიან კაფიო ჩანდა იქ როგორი უსუსური იყო პროკურატურა, როგორი მძიმე სანახავი იყო ცრუმოწმეები, პოლიციელები, რომლებიც აქციეს, ესე იგი თუ მოწმეებად და მართლა ისეთი ნაბიჯი გადაადგილეს. ხო, აი ღირსებაზე უარი ათქმევიდეს და ხო, და ნუ აი წარმოიდგინეთ ეს როგორი ამბავი. აი ამას რომ უყურებთ ყველაფერს. აი უკვე საზოგადოების ჭრილშიც რო გადავიდეთ, ხო? აი მაგალითად ეხლა ნახეთ ნათლისღებაზე 19-ში შეწყალების აქტი რო უნდა გამოვეცა ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტს და ნახეთ თუ როგორ შეძლო მაგალითად ამ რეჟიმმა შეწყალების აქტი გადაიქცია ყველაზე არახუმანურ პროცესად, რამე შეიძლებოდა ყოფილიყო, რომ ეს ადამიანები, პატიმრების მშობლები, ოჯახის წევრები, ესე მთელი ღამით იქ იდგნენ, არანაირი განმარტება მათთვის არავის არ მიუციათ და ესე იმედით იმედების ჩასახვით ეს ადამიანები კიდევ უფრო დაამცირეს. საბოლოო ჯამში ეგენები რა ვისო დაამცირებენ, საკმაოდ უფრო მეტყველებს ეს ყველაფერი მათ სიმდაბლეზე, ხო, მაგრამ აი ეს ამ ყველაფერს რო ხედავთ, აი პროპორციულობას ვახსენეთ. ხო, აქეთ ხარ ეს არის ეს რაღაცა
დრაკონული კანონები, რომლითაც ადამიანებს ფაქტიურად, რა ვიცი, ყველაფერს უზღუდავენ, მაქსიმალურად ცდილობენ, რომ თან როგორ ადამიანებს, ხო, რომ ხედავთ, რომ ეს ადამიანები გამორჩეული, მაგალითად, მსახიობები არიან, ხელოვნების, მეცნიერების სფეროდან არიან ეს ადამიანები და აი რაღაცა მართლა ისეთი ხალხია, რომელზედაც უნდა შენდებოდეს თანამედროვე ქართული საზოგადოება. აი მათ დაძდევენ და ვინ დაძდებს, ხო, მეორე მხარეს ყავს ადამიანები, რომლებსაც თვითონ თქვენსო, ესე იგი თურმე წლების განმავლობაში ყველაზე დიდხანს ვინც იყო ორგზის პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი იყო კაცი და ასე შემდეგ, თურმე ეს ადამიანი ყოფილა აბსოლუტურად კორუმპირებული, ტოტალურად ანგრევდა ფაქტიურად ამ კორუფცია ხო არის მთავარი ფუნდამენტის გამოცდა ქვეყნის განვითარების, ანუ დამანგრეველი კაცი დაგვასვეს თავზე, მერე გარემოცვა თურმე ასე შემდეგ კიდე ესენიც არიან და ამასთან ეხა ჩვენ ხო ზუსტად ვიცით რომ კორუფციისთვის ამას არ აკეთებენ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, იმიტომ რომ თვითონ არიან ჩაფლული კორუფციაში და ბიზინა იღებს ამ საკადრო გადაწყვეტილებებს მისად იქნება და ნუ ვიცით რომ ეს არის შიდა დაპირისპირება რომ კორუფციას რო ებრძოდნენ და 80% ისინი ციხეში უნდა ისხდნენ, ხო? რა ქალაქის მერიაში რა ხდება და ასე შემდეგ. აი ეს ორი მხარე გვაქვს. აი ამას უყურებენ ადამიანები, მათ შორის ქართული ოცნების მომხრეებიც ხო უყურებენ თავის დროზეც. ვინც იყვნენ და ეხლა აი ბოლო პერიოდში მე დარწმუნებული ვარ რომ მათ ატოდებათ ეს მომხრეები, იმიტომ რომ აი ძალიან თვალსაჩინო გახდა უკვე ყველაფერი, ხო? აი რა არის ეს შეპირისპირება და საზოგადოება როგორ შეიძლება რეფლექსირებდეს აი ამაზე, რა? ძალიან დიდი თემა არის. და კი მინდოდა ამაზე ვისაუბრო, უბრალოდ ბევრი ასპექტი არის. დავიწყებ იმით, რომ ჩვენ რასაც უყურებთ, ეს არის აშკარად გამოხატულება იმისა, რომ ქვეყანა არის ჩავარდნილი სრულიად არაპროფესიონალი ადამიანების ხელში, რომლის ნუკლიც მხოლოდ ეს არ არის, ისინი არიან ამავდროულად ამორალურებიც, არიან უემპათიური, დეჰუმანიზებული ჯგუფი, ასე ვთქვათ, რომლებსაც ზედმეტად დიდხანს ჩაუვარდათ ძალაუფლება ხელში. ეს ერთი. ბუდისტი ჩანართმევია. მათ შორის ჩვენ ვიცით რომ ეს პოლიტიკური სისტემები, რომლებიც ამ როტაციობის პრინციპზეა დამყარებული, მაგალითად ორჯერ ხელისუფლებაში რო ხარის, ეს გათვლილია მათ შორის ისეთ ადამიანები, რომლებიც ესეთი დეჰუმანიზირებულები და ესეთი არასწორი ღირებულებების არ არიან. კარგებიც კი ფუჭდებიან აი ამ ზედიზედ დიდხანს ძალაუფლებაში ყოფნისგან და ახლა ამათ რაც გაიცნობს კიდევ კონსტიტუცია და ეს სულილება აუცილებელი. რაც შეეხება საჯაროობა ახსენეთ თუ სწორად მახსოვს, ხო, ის გადაღება რო აკეთებს. მასაც მინდოდა მეთქვა რომ საჯაროობა არის ძალიან დიდი იარაღი ჩვენს ხელში, ხალხის ხელში, ზოგადად დემოკრატიის ხელში და იმიტომაც კრძალავენ. ანუ ეშინიათ საჯაროების და თუ აკვირდებით მოვლენებს, ხშირად ზუსტად გახმაურებამ, გასაჯაროებამ გამოიწვია მათი უკან დახევები, თუ კი ყოფილა ასეთი, ხო, იმიტომ რომ აი თუ ვიღაცაც რაღაცა გავხმაურებ და მე აუცილებელია იმაზე რეაგირება, ხო? რაღაცა ჯერ კიდევ საჯაროობა მაინც მოქმედებს და ეს ჩვენთვის არის როგორც საკრალური წმინდა სივრცე, რომელიც უნდა დავიცვათ ყველანაირ ფასად. ანუ მედია სივრცე იქნება ეს თუ ხედავთ მედიას, რასაც უშვებია ყველანაირ წნეხში ამბობ. ხო, მაგრამ აი ისიც თქვათ, ну ეხლა შეიძლება ცოტა უფრო რთულად არის საქმე, მაგრამ სიტყვის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება ის რომ ქუჩაში შეგვიძლია თუ აღარს ქვია შეძლო. აღარ შეგვიძლია. რაღაცა გავაპროტესტოთ. ეს არა, ეგ იმათი შეგვიძლია ჩვენ უკვე აღარ შეგვიძლია, მაგრამ არ ვშური. მაგრამ ჩვენ ვხედავთ იმასაც, რომ ძალიან ბევრი საკმაოდ მამაცი ადამიანი ყოლია. ხო, ქვეყანაში აი ამ ფონზე მთელი ამ რეპრესიების ამ სურვილი გახდების ფონზე მაინც რამდენი იბრძვის და ეს არის ის რაც სხვაებსაც მგონია აძლევს мотиваციას რომ ბოლომდე პესიმიზმს არ მიეცენ და ძალიან შეავსებ დემოკრატიზაცია ზოგადად ძოლის დროს თუმცა ძალიან ძნელია ამ სიტუაციაში მესმის მაგრამ მე ხაზინდა გავუსვა იმას, რომ აი ეს სივრცები არის დასაცავი, ჩვენი თავისუფლების სივრცებია და რაც უფრო მეტად დავთმობთ
ხო, რაც უფრო მეტად დავიხებთ უკან, მით უფრო შეიძლება წავიდეს უარესობისკენ ეს ავტორიტარიზმი, უფრო მეტად განკაცრდეს. პრაქტიკულად არსებითად განსხვავება აღარ იქნება იგივე აიათოლას რეჟიმისაგან. იმიტომ რომ მე მგონი რაღაც ნაწილებში უკვე რუსეთსაც გადავასწარით, იმდენად ფორსირებულად გავარდით წინ ამ ავტორიტარიზმში და იმდენად უკვე რაღაცა იცი და აი თუნდაც ყველაფერს თავი დავანებოთ, იქ კონკრეტული ადამიანი არის ხელისუფლების სათავეში, რომელსაც აქვს უზურპირებული ეს ხელისუფლება და რომელიც არის ავტორიტარი, დიქტატორი და ომის გამჩაღებელი და თვითონ არის პასუხისმგებელი ამაზე, იმიტომ რომ ყველა მიცით ვინ არის ეს და სახელმწიფოს მეთაურია და პუტინია და ყველა ვიცით და ჩვენ შემთხვევაში ესეც არ აქვს. რომ ვიღაცას რაღაც ზის აკვარიუმში და იქიდან რაღაც გეგმავს და მე აღმოჩნდება რომ მთელი მისი დაგეგმა, მთელი მისი საკადრო პოლიტიკა წყალში არის გადასაყრელი, რასაც ჩვენ ვიძახდით, მაგრამ მოხდა თვითონაც დაამტკიცა. ბოდიში და ხო, არა, ძალიან ბევრი ინფორმაციაც მინდა. აყვეთ ნელ-ნელა არა. გამოვეხმაურო ხა ყველაფერს წერდა რომ გამიცეთ პასუხი. ხო, ანუ ერთის ხება შეწყალება გვიდოდა ხო, გვესაუბრა ეს ჩვენ გავიგეთ, მოვისმინეთ. დღესაც არ არის ხო, თუ ვცდებ ცნობილი ეს სიუჟეტი ხო, ვინც შეწყალება ნუ ფაქტია რომ იმ ადამიანების ვისაც ჩვენ ვესარჩლებოდით და ვისაც ჩვენ პატიმრები და სინდისის პატიმრები ფაქტია რომ იმაში არის ხო, ეხლა ვაშაძეს მოუწია გამოშვება ეს არ იყო შეწყალება გავუვიდა ვადა და გამოუშვეს, მაგრამ უთხრეს რომ კიდე შუაში აუძრეს საქმე, რომლითაც შეიძლება საერთოდ 15 თუ 12 წელი ისევ ციხეში ჩასვლა. ძალიან ძიმე გადასატანი არის ადამიანურად აი ესეთი მდგომარეობა. შეწყალებაზე ხო თავიდანვე ოცნების ლიდერებმა დაანონსეს თქვეს რომ ყაველაშვილიო მხოლოდ იმ ადამიანებს შეიწყალებს უბრალოდ უნდა შეიწყალოს ისეთი ადამიანებიო ვინც აღიარებს დანაშაულსო და მოინანიებს, ხო? რა გამოდის, რომ უდანაშაულო ადამიანებს, ესე იგი პატიმრებს არც შეიწყალებდა. არც განიხილება. ანუ არც განიხილება. ან გამყდარიყვნენ ისინი და აიღოთ ის დანაშაული, რომელიც არ ჩაუყენია თავისთავად. და აი რა გამოდის, რომ აბა ვინ შეიწყალა, ხო? ჩვენ არ გვაქვს გამჭვირვალეობა ამ საკითხთან დაკავშირებით, ამიტომ ჩნდება ეჭვები, რომ შეიძლება ძალიან ძიმე დანაშაულებიც არიან, ხო, გამოსულები. არც ახლა არ ვიცით და არც მაშინ არ ვიცოდით 600-ზე მეტი პატიმარი რომ შეიწყალა, ხო, თავიდან პრეზიდენტი გახდა. და სინამდვილეში ზოგადადაც აი ეს ოცნების, ქართული ოცნების მთავრობა ჯერ თავიდან მთავრობა და ახლა უკვე არალეგიტიმური მთავრობა თუ დავაკვირდებით, ზოგადადაც შეიძლება ვთქვათ, რომ მიკერძოებული არის დამნაშავეების მიმართ. მე ესეთი შთაგება მრჩება ყოველ შემთხვევაში და არა მარტო მე. და ამაზე მინდა ვთქვა, რომ აი როდესაც მოგიერებას იჩენ უფრო მეტად დამნაშავის მიმართ, ეს არის ანუ ძალიან მარტივ რაღაცებზე ვსაუბრობთ, მაგრამ ეს საფრთხეა, იმიტომ რომ სინამდვილეში კრიმინალის წახალისებას აკეთებ ამით, ხო? იმიტომ რომ თუ დავუშვათ იმ დღესაც ვიძახდი თუ დავუშვათ ხელსაფარებ კოლეგს, ხო? ამ შემთხვევაში შეიძლება ისიც კი ითქვას, რომ შენ არ აზროვნებ ანუ როგორც ხელის დამფარებელი, როგორც მე რა მამარდაშვილი იყო და უბრალოდ გაურბიხარ აზროვნებას, იმიტომ რომ ასე უფრო კომფორტულია შენთვის. და ეს კომფორტი რა თქმა უნდა არის დროებითი და საბოლოო ჯამში თუ იაზროვნებ, მიხვდები რომ შენთვისაც ცუდია. ეს ქრთამი იქნება, ეს თუ ნეპოტიზმი იქნება, თუ მორჩილება, რაც პირობო ავტორიტეტის მიმართ, ხო? აი ამაზე მინდოდა კარგად ვისაუბრა. იმიტომ რომ ამითი აზარალებ ზოგადად საზოგადოების უსაფრთხოებას და საზოგადოების უსაფრთხოებაში საკუთარი თავის მოიაზრება, შენი ოჯახი, შენი მეგობრები და ასე შემდეგ, ხო? ეს ისე არის, ახლა როგორც სოციოლოგი უკვე ისე ვსაუბრობ, საზოგადოება არის ერთი მთლიანი
სხეული, ჩვენ ერთ გარემოში ცხოვრობთ და როდესაც ამ გარემოს რამენაირად ავნებ, ამ შემთხვევაში სწორედ აი ამ დანაშაულებრივი გზით ავნებ მას, შენ იჭრი შენს იმ ტოტს, რომელსაც ზიხარ რეალურად. უბრალოდ ამას თვალს არ უსწორებ, არ ფიქრობ ამაზე, არ აზროვნებ, იმიტომ რომ იმ წუთას რაღაცა მიზეზით ეს უფრო კომფორტულია შენთვის. ან გარკვეულწილად მათ ეხა ფაქტიურად რაღაცა თავისი უჯრედი აქვს შექმნილი, თავისი სოციუმები დახურული, რომელშიც თვითონ არიან მოქცეულები და გონიათ რომ აი ამ რაღაცა აი ამ დახურულ სოციუმში, ამ ვაკუუმში იარსებებენ თვითონ და თავისი ოჯახის წევრები, რაცა მცდარი, ხო? ან უშვებენ საზღვარგარეთ თავიანთ შვილებს, რომლებიც შეიძლება მალე უკან გამოვაბრუნონ იქიდანაც, იმიტომ და ესენიც ვერ ჩავიდნენ იქ. ანუ ჯანსაღი ურთიერთობების ველი აღარ ჩნდება. ხო, ანუ მართლა შეიძლება იფიქრონ, რომ აი მე შეიძლება სხვა ცუდად არის, მაგრამ მე არაფერი მემუქრება, ხო, მაგრამ ოლიგარქსაც კი ემუქრება თუ საზოგადოებრივ ველი დაზიანდა. ამისი ძალიან კაი მაგალითი არის მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ხო, იმიტომ რომ ისინი უბრალოდ აი ხალხის პირისპირ ვერ გამოდიან, ხო? ქუჩაში ვერ გამოდიან, უბანში. თავისუფლად ისე რომ აი შიშის გარეშე ვერ არიან, ხო? ისეთი მანქანები დადიან, მაგალითად, რომ ვერ დაბურულ შუშებიანი მანქანები დაცვებით და გაძლიერებით ის ასაიდუმლოებული რაღაც იმიტომ, ხო, რატო ჭირდებოდა თვითონაც ხო ჭირდებოდა. ხო, ანუ ისომ რომ იციან სინამდვილეში, რომ არ არიან მართლები, რომ არიან დამნაშავეები და რომ ვერ გაუსწორდებიან ელემენტარულ ჯანსაღ კრიტიკასაც კი, ხო, ან ვერ გაუკლავდებიან ამას. და ეს რა თქმა უნდა ეს არ არის მარტივი აბა თვითონაც ზარალდებიან საბოლოო ჯამში ხო ვის უნდა ასეთი ცხოვრება ეს ხო ძალიან შორს არის ბედნიერებისგან შეიძლება თავი მოიპყროს ადამიანმა რომ კარგად არის მაგრამ არ არის კარგად არ არის საერთოდ მე სულ ეს მაგაზე სულ ფიქრობ ხოლმე რაღაც რეფლექსია მაქვს იმაზე რომ აი რომ ცხოვრებაში ხდება რაღაც სიტუაციები რომ ვიღაცას მაგალითად ვიღაც შენს ნაწყენი არის ხო და ეს როგორი ნორმალური ადამიანისთვის ეს ხო არის შენ აი ძალიან დარდობ ამაზე რომ ვიღაცა რაღაცა აწყენინე წარმოედგინე და მე რომ აღარ არის ნაწყენი როგორ გიხარია ეს ყველაფერი და აი ეს სანდო ხო ნუ ხანდახან არის რომ ვიღაცა ადამიანი შენზე ნაწყენი არის ეხლა ფიქრობ რომ წარმოვიდგინო რომ რაღაცა 2 მილიონი ადამიანი არის ჩემზე ნაწყენი და ძალიან ობიექტურად თან აი ხო შეიძლება გაგიჟდე არა ეხლა რაც არ უნდა სოციოპათი იყო ეს მაინც მოქმედებს შენზე ოჯახის წევრებზე კი ვიცი ეს არ არის მარტივი ამბავი რა ძალიან რთული ახლა ის კაცი თუთიყუშებს ელაპარაკება და ხეებს და რაღაცეებს და უკვე ის არის რა იმასაც ელაპარაკოს ესე ხო არ შეიძლება ხო ვერ გაიქცევი საზოგადოებას მოკლედ და აი როგორც სოციოლოგი შემიძლია ეს დებულებაც თამამად თქვა რომ თუ ჩემი მეზობელი, ჩემი საზოგადოების წევრი არ არის კარგად, ვერც მე ვერ ვიქნები კარგად. ნუ ეს ზოგადი დებულების სახით და ეს არ არის მხოლოდ, ვთქვათ, მორალური დებულება, მორალური კანონი, ეს არის აგრეთვე ყველაზე რაციონალური და პრაქტიკული. ხო, ელემენტარულად, როგორც თქვენ თქვით, მე ვერ ვიქნები ან ჩემ თავს ვერ ვაძლევ ბედნიერების უფლებას, როდესაც ჩემს გარშემო ადამიანებს რაღაცა უჭირთ. ხო, აი მაგრამ ეს რაღაცა მე მგონი ესეც ცივილიზებულ, განათლებულ, სტორიღირებულების მქონე ადამიანებზე ვაპარაკობთ, იმიტომ რომ რაღაცა გამოცდილება მაგალითად წარსულიც და ახლანდელიც ყარნახობს იმას, რომ ვიღაცები მაინც კარგად გრძნობენ, ან ილუზიას იქნიან, მაგრამ საბჭოთა კავშირის დროსაც იყო, რომ აი მაგრამ მაშინ ეხა ესე დიდი სიმძიმე საქართველოში არ იყო, მაგრამ ნუ ვიღაცებს მაგალითად ხელი მიუწვდებოდათ უფრო ძვირფას რაღაცეებზე, ან საჭმელზე არ ავტომობილზე უკეთეს სასწორობა ყოველთვის არსებობს. ამ ხალხს მე საზოგადოების სხვა წევრები რაღაცნაირად ძინა პლანზე აყენებდნენ, უნდათ რომ მათი ბავშვი მას მოენათლა და ასე შემდეგ, მაგრამ ყველა ვიცოდეთ რომ ესენი იყვნენ ქურდები, რეალურად რა, ან რაღაცა ცეხის რაღაცას იპარავდა, რაღაც ანუ ისინი არ იყვნენ სწორი ღირებული, ან ისინი ბიზნესმენები, ან ბიზნეს მაშინ ესე არ არსებობდა. ანუ მათ თავიანთი გამორჩეული აზროვნებით ან რაღაცა კარგი მარიფათით თუ კარგი განათლებით თუ ბიზნეს ალღოთი კი არ უშოვიათ ეს იპარავდნენ და მთელი
საზოგადოება მათ შესციცინებდა თვალებში ნუ რაღაცა რიგი გამონაკლისების გარდა, ხო? და ბავშვებს ანათლინებდნენ, თამადებად ნიშნავდნენ, ოჯახში სტუმრად მოდიოდა, უნდა ვალიაგეღო და ყველაფერი საუკეთესობისთვის გოჭის თავი დაკიდო. ასე იყო. ეხლა ორი მომენტია ამ შემთხვევაში. ერთი ცივილიზებული კაცობრიობა ახსენეთ და განაწილებული გეთანხმებით, იმიტომ რომ კი ამას ყველაფერს გააზრება სჭირდება და სჭირდება კულტურა, მაგრამ ეს ასევე არის ძალიან ბუნებრივი ადამიანისთვის. აი, მე მახსენდება თუ გიგიათ ანთროპოლოგი რომ აფრიკაში ჩასული რომელიღაცა ტომში და ბავშვებზე თამაშებოდა. ძალიან ისეთი ისტორია, ანუ ხილით სავსე კალათა დადო ხესთან და ან გასწრობანა შესთავაზა ბავშვებს. აი, პირველი ვინც მოასწრებს აქ მოსვლას, იმისი იქნებაო ეს კალათაო. და ბავშვებმა რა გააკეთეს? ჩაკიდეს ხელები ერთმანეთს და ერთად მივიდნენ და გაინაწილეს ეს კალათა. და რო კითხა ანთროპოლოგმა რომ რატო არ გამოიქეცითო და ხო შეიძლება და მარტო თქვენ ერთის ყოფილიყო ეს ფერიო. და ამან პასუხა ბავშვებმა პასუხეს რომ როგორ შეიძლება ერთი იყოს ბედნიერი, როდესაც სხვები არ არიან, ხო? და ეს რაღაც ისეთი უბუნტუ აქვს ესეთი აფრიკული ფილოსოფია არის ეგეთი, რომ მე ვარ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ. ანუ ცივილიზებული არ არის ეს სტორი. მაგრამ რა თავარ რაღაცებზე შეთანხმებულები არ მიჭირეს გარემოც მაგას კარ ნახობს, იმიტომ რომ თავი დაიცვა ერთმანეთზე რომ ანუ ერთმანეთზე ზრუნვა ხო ჩვენ ხო არის ეს რომ რამდენი წლის არის ის რაღაც შეხორცებული ის ბარძაყის ძვალი რომ იპოვოს, ხო ეს ას ნიშნავს რომ ესე იგი ის რომ შენ ამ ადამიანს შეხორცებოდა ეს ბარძაყის ძვალი ვიღაცას უნდა ეზრუნა მასზე, ხო ამ პირველყოფილ ადამიანებზე ალპარაკი ვიღაცას უნდა ცხოველი ხეცებისგან კაცებლებისგან დაეცვა, საკვები მისთვის მოეტანა. ანუ ეს მაგრამ გადაგვარჩინა ფაქტიურად, რომ თქვათ, რომ ერთმანეთზე ზრუნვა რო ვისწავლეთ, ეს რაღაცნაირად განვითარებაც უნდა დაიწყო. თუმცა აი მოდერნულ დროს კიდე თავისი მინუსებიც აქვს და შეიძლება ზუსტად აი ამ განვითარებამ, ტექნოლოგიურმა წინსვამ, ცოტა ინდივიდუალიზმმაც, რომელსაც რა თქმა უნდა ბევრი პლუსი აქვს, მაგრამ შეიძლება ეს მინუსათაც აღვიქვათ, ხო, რომ გამოიწვია ის, რომ შექმნა თითქოს ილუზია, რომ მე შემიძლია დამოუკიდებლად ცალკე კარგად ვიყო. მაგრამ არ გამოდის მაინც ასე, გვავიწყდება ის ძალიან მარტივი ჭეშმარიტება, რომ ჩვენი ბედნიერება დამოკიდებული არის სხვების ბედნიერებიდან, გარემოზე. გარემოზე, შეიძლება სოციალური კონტაქტები იმდენი არ ქონდეს, მაგრამ გარემო მაინც არის ამ შემთხვევაში საკვანცოცნება ნამდვილად, იმიტომ რომ სწორული თანასწორობა და ასე ვთქვათ, 60 დედამიწაზე არსად არ არის, მაგრამ რაღაცა დონით, ასე ვთქვათ, თუნდაც თანასწორი შესაძლებლობების მხრივ, ხო, უნდა იყოს გარემო სამართლიანი, ხო, ამ თვალსაზრისით და ამის სრულად საწინააღმდეგო საფიშირებას ახდენენ ესენი სამწუხაროდ. საიდან წამოვედით? მაინც ერთ სამართალზე და ისე ამას იქამდე მივდივართ, რომ ერთის მხრივ ესენი რაღაცნაირად იბრძვიან ყველაზე გამორჩეულ ნაწილს, ხო, ახალგაზრდებს, მეცნიერებს, უმაღლეს განათლებას, აი მართლა კინოში გეგონება თავი, ბოროტაკეც შორს დაპირისპირება ვერმანის. ძალიან თვალსაჩინო და ამაზეც მინდოდა ზუსტად მეთქვა, რომ მე გამახსენდა გიგაველიანის მკვლობის შემთხვევა სიმბოლურად როგორი მნიშვნელოვანი განსახილველია, ხო, რომ აი რა მოხდა, რა ხდება ამ დროს. ხო, ანუ 17 წლის ანტისოციალური ელემენტი კლავს მასწავლებას, რომელიც არის განათლების წარმომადგენელი ამ შემთხვევაში, ან განათლებულ елементს კლავს. მარტო კი არ კლავს. ჯგუფურად კლავს თან და თან ეს სპიჩი შეიძლება ჩვენ წარმოვიდგინოთ სიმბოლურად როგორც განათლების წარმომადგენელი. ნუ მასწავლებელი მასწავლდა თან ოჯახის მთელი ოჯახი ესე განათლებული მათემატიკოსების წრიდან არიან. და
სტერეოტიპულადაც განსხვავებული მასწავლებელი იყო, ხო? იმიტომ რომ ჩვენთვის სტერეოტიპულად მასწავლებელი უფრო წარმოგვიდგენია როგორც შუახნის ქალი, რაღაცა ასე ვთქვათ, ხატი არსებობს. ხო, ხატი არსებობს, სტერეოტიპი არსებობს და იმის ნაცვლად რომ სახელმწიფო უფრო ხელს უწყობდეს და ყველანაირად ახალისებდეს მსგავსი მასწავლებლების გამოჩენას, რას აკეთებს ამ შემთხვევაში, ხო? და არათუ ხელს უწყობს, ვთქვათ, სამართლიან გამოძიებას, ხო? ეჭვებს აჩენს, რომ პირიქით არის მიკერძოებული, ხო? ამაზე ხათან შორს აღარ წავალ, უბრალოდ ეს არის ზოგადი სურათი, რაც დღეს გვაქვს. ზოგადად მასწავლებლებს როგორ ექცევა კიდე ცალკე საკითხია, იმიტომ რომ მათ აი პროფესიულ ღირსებას ულახავს, აიძულებს, რომ აი ამ რაღაცა დაბალი ხელფასის გამო და სამსახურის დაკარგვის შიშის გამო რაღაცა გადააქციოს მის მსახურად არჩევნების დროს და სხვა არაფერი არ აინტერესებს მის შესახებ. არ ზრუნავს ახალი ადამიანების მოყვანაზე, კვალიფიკაციის ამაღლ, აი გამოუანგრიან მთლიანად ეს განათლება არ არის, არათუ პრიორიტეტი არ არის, არამედ სტრატეგიულად არ არის. წერიც არის. კი, ეს არის სტრატეგიული ამოცანა, რომ განათლება უნდა მინიმალიზაცია მოხდეს, მუშახელი იყოს და ხო, ეს განათლების დეფორმა, ასე ვთქვათ, ზუსტად ამ კონტექსტში ძალიან კარგად და ლოგიკურად ჯდება, იმიტომ რომ ჩვენ მე არ ვარ განათლების სპეციალისტი, მაგრამ რაც მსმენია შეფასებები, ზოგადად არის ასეთი, რომ ეს ვერ განხორციელდება, მაგრამ რაც გვაქვს, ისიც დაინგრევა. ხო, აი ეს არის მიზანი სინამდვილეში, რომელსაც ვერ დაწერენ ესე ვერც კონცეფციაში, ისედაც გაწერია, ხო, წყვერზე, მაგრამ ვერც ცხადად ვერ არა, უბრალოდ ეს იყო მათი სურვილების დეკლარირება, რომელთაც თქვეს, რომ ჩვენ ყველაფერს ვიზავთ, დავანგრევთ უმაღლესი განათლების სისტემას იმისთვის, რომ ძალაუფლებაში კიდე დიდხანს გავჩერდეთ. აქედან რა თქმა უნდა, რაღაცებზე მიხვდნენ, რომ რაღაცები არ გამოუვათ, იმიტომ რომ არც არის წინასწარ დაგეგმვის ნიჭი, რომ მათ არ აქვს გასაგებია. რაღაცეების მიხვდნენ, რომ ფული არ ყოფნით და ასე შემდეგ და წავობენ ახლა თვითონაც, რომ ეს რაღაცა თავიანთი ეს მანიაკალური მიზნები, აი ამ იმისი, რა ქვია, ძალაუფლების შენარჩუნების რაღაცნაირად განახორციელონ, მაგრამ მართლა რასაც ავნებენ ამ სისტემას, თუნდაც იმითი, რომ ბოლო-ბოლო გაყიდიან ახლა ამ შენობას, ამერე პრობლემა არ აქვს, მაგათ. საქართველოში წარმოიდგინე ქართულ ხალხს ეუბნებიან, რომ ჩვენ უნდა მივადგეთ და ისტორიული შენობები, აი პირველ კორპუსს არ ეხებიან, ხო, ნუ ხა არ ვიცი, შეიძლება პირველი კორპუსიც გააყიდინო, ნუ არა, იცი დასვა, იმიტომ რომ რა ვიცი ხა სხვა კორპუსებს რო ყიდიან, ანუ ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი არ არის, ნუ ხა პირველი კორპუსი ყველამ იცის უბრალოდ, მაგრამ უბრალოდ მე ვერ ხვდები, რომ ეს საზოგადოება რა დაგვიმართა, რომ ამაზე მე ძალიან დარწმუნებული ვიყავი, რომ ამას დიდი რეაქცია იქნებოდა საზოგადოებას, მაგრამ აი ვიღაცებს ჯერ კიდე არ ჯერათ არა კაცო და რა ხო რაღაცებს იზახა. აი ყველაფერი კარგად იქნება. აი ეს არის ქართული ოცნების, მაგალითად ჩვენ გარშემო ვინც არის ახლა შემორჩენილი ადამიანები, აი ესე გეუბნებიან, რომ დაიცა ნახე ყველაფერი კარგად იქნება. რანაირად ეს გაფუჭდა, ის გაუყვია ხო ყველაფერი, ახლა უკვე გეუბნებიან რომ ეს არის მათი რაღაცა კოგნიტური დისონანსი, რომელსაც უნდათ რომ აი ეს რაღაცები შეაშველონ, რომ აი ეს პრობლემა, ეს დისკომფორტი გონებრივი არ ქონდეთ. აი როგორც მაგალითად სტალინისტებს რომ აჩვენებ, რომ მის მიერ ხელმოწერილ დადებულ რეზოლუციას, რომ მაგალითად დასახურეტების კოტა გაზარდეთ. ამას უყურებს ახლა რა ქნას, ანუ ამდა და სხვა გზა არ აქვს. ფაქტობრივად უნდა თქვას, რომ ეს რაღაცა სისულელეა თუ რაღაცა მოგონილია ეს ყველაფერი და ასე შემდეგ. აი ეს ირაციონალურ მსჯელობებში გადადიან, ხო და ხო და აი მე მინდა უფრო ის უკვე ისე ვილაპარაკოთ, რომ რაღაცა საზოგადოების მომავალიც აღწეროთ ესეთი ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ აი ამ პოლიტიკური ტენდენციის და აი ამ ცინიზმის ახლა გამოვიდა, მაგალითად კაცი და ამბობს, ნუ არ ვიცი, სტენდაპერია რა ეს ყოფილი რა გამოვიდა, კაცი იზახეს, რომ დებატები უნდა გამომართოთ რა. ხო და რა, კი ბატონო, ახლა ჩვენ მაგალითად
პოლიტიკური პარტია ვართ, რომელიც შიგნითაც მართავთ დებატებს. ფორმალიზებულ დებატებს მართავთ შიგნით სხვადასხვა საკითხებზე, რომ უფრო კარგად გავშალოთ თემები და ასე. დებატებს არ გვეშვინია და ნებისმიერთან შეგვიძლია დებატო. ამათ რაზე უნდა ედებატო, რომ რატო იჭერენ ადამიანებს ტროტუარებიდან, რატო გააყალბეს არჩევნები, რატო ყავს ციხეში ყველა ხო, საქმე ჩაატარონ პოლიტიკური ლიდერები ციხეში უმრავლესობა. და იქ უნდა მივიდნენ, იქ უნდა ჩატარდეს მატროსოვზე მაიოს. სინიკურად ჟღერს მათი. ხო, ახლა ასე გიჟე რაღაცა. ისევე როგორც ბევრი სხვა მათ განაცხადეს, ხო? და ეს შთაბეჭდილება არა მარტო ვერ რჩება, ხო? ბევრმა ადამიანმა მითხრა, უცნობებმაც მათ შორის, ეს შემთხვევით რომ გამოვლაპარაკები ვარ სიტუაციურად, ბევრს აქვს ეს შთაბეჭდილება, რომ სპეციალურად მოქმედებენ ჩვენს ნერვებზე. რომ აი რაში უნდა ჭირდება? რაში და დემორალიზაციაში ადამიანების, ხო? იქნება ეს დაუშვათ სატრანსპორტო წესებით დაწყებული თუნდაც აი ამ ჰუმანიზმის მიწერით შეწყალების ჟესტზე, ხო? რომელიც ჰუმანიზმი კი არა, ზუსტად საპირისპირო, ხო? ანუ ყველაფერს იმ სახელს რეალურად ცნებებს გაუუფასურეს მნიშვნელობა. ყველაფერს. ანუ ისე ხშირად ახსენებენ, მაგრამ ზუსტად ეგრე. ხო, ანუ აი თავისუფლება. თავისუფლება ღირსება, ნობა, ოცნება, ანუ ყველაფერს გაუუფუჭებს. შვიდობა, ხო? ანუ სადღეგრძელო აღარ დაულივებ შვიდობა. ანუ ეხა კიდე დებატებს გვთავაზ ნეტა რას გულისხმობენ ამაში. აი საინტერესოა. ძალიან სასაცილოა. ზოგადად რა თქმა უნდა დებატები დისკუსიები არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხა ყველა მიცის, ხო, დემოკრატიული პროცესებისთვის. ეს არის როგორც ჰაერივით ის საჭირო. არ მუშაობს. სულიერად ვიღებთ მკვდარ დოგმებს და ეხაც იმიტომ გვიჭირს, მე ესეთი შთაბეჭდილება მქონდა, იმიტომ გვიჭირს დღეს როგორც გვიჭირს და იმიტომ გვიწევს ძალიან მარტივი რაღაცების განმარტება და ახსნა, რომ არ იყო საჯარო სივრცეში ეს დისკუსიები და დებატები. არ იყო საკმარისად კი არა და ძალიან მწირი იყო თუ არა, ვინ თქვა თვითონ ხო გამოაცხადეს მაგალითად ის რომ ჩვენ არხებზე, მათ შორის საზოგადოებრივ არხსაც ეძახიან თავის არხს და ის როგორც დასაკუთრი სათამაშოები ყავთ უკვე იქ რაღაც ადამიანობის ყველაფერი დაუკარგეს იმედზე და იმაზე ყავთ ხა რავი ჟურნალისტი რომელიც აი უბრალოდ ვერ წარმოუდგენია თვითონაც ალბათ რომ რაღაც კრიტიკული კითხვა დასვას. ხო, ანუ არ შეუძლია. ერთხელ მახსოვს ეს რამდენიმე წლის წინ შეხვდა ამ კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს და იქ უკვე რაღაც სქემები დაეწვა იქ ამას, იმიტომ რომ რაღაც კრიტიკული კითხვები გაიგო, ვეღარ მიხვდა რა იქნა და ეს მანტრასავით ვერ მეორებდა. კულტურა, რაღაცა ძილობა, ხო და აი აღარ იცოდა და რაღაც აი თუ პორში ჩავარდა და გაფუჭდა. ხო ხა ეს მისთან არ დებატზე უნდა დაიჯდეს ჟურნალისტის კითხვას ვერცებს პასუხს. ხა მიჩვეულები არიან ჯერ ესეთი რომ იქ ვიღაცა პარლამენტში აღარ მუშაობენ, იქ ჟურნალისტებს კომენტარზე რომ დაუდგებიან და ოდნავ განსხვავებულ და კრიტიკულ კითხვას სვავენ და ეხლა რა ვიცი. არა, საერთოდ არ აწყობთ ახლა დემოკრატიული პროცესი და მე მაგითო ვიკითხე რომ ნეტა რას გულისხმობენ ამ დებატებში თქო. ხო, აი ძალიან საინტერესო ისე ერთმანეთში აი მინდა რომ თქვენ ხოვეთ რომ შემეფასებით ხო ეს პროცესები დინამიკა მაგრამ ძალიან გამიჭირდება ხელწინასწარმეტყველება ნამდვილად მაგრამ სტატუს კვო-ი რომ იმჟირო არა მაინც მოგვითხრობენ ანუ ასეთ შეფასებას მაგრამ ერთი რაც შემიძლია ვთქვა წარსულის შეფასების ფონზე ხო ანუ ისე მე რა მამარდაშვილს დავეცნობი ხო მას ქონდა ჩვენ შევეხეთ 90 წლების პერიოდს და ისიც აღწერს რა გვჭირს ხო ანუ რა იყო ჩვენი თავარი პრობლემა ქართველების ხო რა დაგვემართან პოსტსაბჭოთა საზოგადოება ვიყავით ну, როდესაც მე რაბი ჯერ ცოცხალი იყო, ჯერ საბჭოთა კავშირი არ იყო დანგრეული, მაგრამ უკვე ატყობდა ამ, ასე ვთქვათ, ნაკლს ჩვენში, რომ ჩვენ შევეგუეთ დანაშაულს. ანუ გაგებით ვეკიდებოდით, რომ აი დავუშვათ ვიღაცა რაღაცას იპარავდა. იმიტომ რომ ვამბობდით, რომ აი მასაც ხო ოჯახი ყავს სარჩენი, ხო? აი
ეს მე კი არ პარავს ეგრე ამობდნენ აი საიუს პარავს და ანუ საბჭოთა კავშირის პარავს და ეგ საერთოდ რავი მე მანქანიდან ბენზინს რო ეს და მანქანასაც თიანებში პარავდი ხო ანუ და ქარხნები წარმოიდგინეს აი მოქმედი ქარხნები დახერხეს და ჯარში ჩააბარეს ხო და ეს მე კიდე არის ესეთი ავტორი ჰაიეკი, რომელსაც ზუსტად სოციალიზმის კრიტიკა აქვს და კომუნიზმსაც ეხება და ის ამბობს, რომ აი ამ უბრალოდ საბჭოთა სისტემა ადამიანებს დააკარგინა ადამიანურობა, ჰუმანურობა და ზუსტად აი ეხრიანება მამარდაშვილის აი ამ გარჩევას, იმიტომ რომ მათ თქვათ შეიძლებოდა დაკარგოდათ ისეთი უნარები, როგორც არის ემპათია. არა და პირიქით უნდა იყოს ეხლა რო სოციალისტურ მემარცხენე ხედვით მართული ქვეყანა პირიქით ემპათიაზე, სოლიდარობაზე უნდა იდგეს და ერთმანეთს საბჭოთა კავშირი იყო მთლიანად კვაზი სოციალიზმი არ გამოდიოდა, იმიტომ რომ თუ შენ დაუშვათ არ დაასმენდი სხვას, მაშინ შეიძლება შენ შექმნოდა ხო, რაც არ არის სოციალიზმის ფუნდამენტი, მაგაზე არ არის, ხო ესა, მაგრამ სოვიეტიკოს სხვანაირი ხო, ის იყო ძალიან ის იყო სხვა რამე სინამდვილეში. ხო, იმიტომ რომ ეს სჭირდებოდა ფიზიკური გადარჩენისთვის ადამიანს, აი ამ ჭაობთან შეგუება, ასე ვთქვათ რა და აი ეს ძალიან ცუდი პრაქტიკაა, ძალიან დამაზარალებელი პრაქტიკა არის იმ სოციუმის დარღვევა, რასაც წეგან საუბრობდით, ხო, ამისგანც და იშლება და შეიძლება მე ვხედავდი ყოველ შემთხვევაში პოზიტიურ დინამიკას, რომ აი ან შეიძლება ჩემი ოპტიმიზმი იყო, რომ აი უფრო და უფრო კარგი ახალი თაობები მოდის, ხთან სტუდენტებთან მქონდა წლების განმავლობაში შეხება და იმედი მქონდა, რომ აი აქედან ნელ-ნელა ჩვენ გამოვალთ. მაგრამ მერაბ მამარდაშვილი აღნიშნავდა თვითონ ესეთი პროგნოზი ქონდა, რომ ამას დრო დასჭირდება და ეს ესე უცებ არ მოხდება და როგორც ჩანს არ არის ჯერ მომხდა, აქედან არ ვართ ბოლომდე გამოსულები და ესეც არის ერთ-ერთი ჩვენი ასე ვთქვათ ნაკლი, იმიტომ რომ ორმაგი სტანდარტები არსებობს. ხო, ეს ორმაგი სტანდარტის დაშვება. შენ ერთის ხრი ვიცი, რომ ქურდობა არ დანაშაული, ანუ ამას სიტყვიერად აღიარებ, მაგრამ მეორეს მხრივ შეიძლება აპატიო და თქვა რომ რაღაცა არა აპატიო კიდე დატელებული პრობლემაა ან შეიძლება რაღაცა დაიყინო მაგალითად რაღაც აი ხო ეს როგორც სტანდარტი ხო ნიმუში ხო არა კარგად რა შენ რო იყო არ მოიპარავდი და რაღაცა ხო არ ეს კითხვა ხო თუმცა იტყვის რომ კითხო ქურდობა კაი ცუდი რა მაგრამ პრაქტიკაში რეფორმაში თეორია და პრაქტიკა გასხოვდება ერთმანეთისგან ხო დრო დაგვრჩა ჩვენ კი დაგვრჩა ნემა მიწურულისკენ დავიდეთ შეძაბებისკენ ხო ერთი მეც მინდოდა კიდე მინდოდა მეთქვა რომ აი ამდენ რახან სოციოლოგი ხარ თქვენ და ახან მაინც ამ ჭრილში შეიძლება შევხედოთ ხო აი განწყობების თვითონ და დინამიკის ხო მანამდეც რო საუბრობდით სანამ ეთერში შევიდოდით ბევრი გადაწყვეტილება რომელიც ამათმა მიიღეს სუფთა ელექტორალური თვალსაზრისით მათთვის სასარგებლო არ იყო იმიტომ რომ ფაქტიურად ბევრი თანამოაზრე და ბევრი ხმისმიცემელი მათ დაკარგეს. ნუ დაწყებული გახარიას დემონიზებით და სისხლის სამართლით, იმიტომ რომ გახარიას ფანკსაც ყავდა, ისინი ხო ქოცები იყვნენ რა. ეს გამოიყო თუ ეხლა ნუ მღებრიშვილი, ლილუაშვილი, მღებრიშვილი პატარა ფიგურა არ იყო, ხო? ამხილა ქსელი ქონდა, ამდენი ხანი მართავდა ქვეყანას და ვიღაცები სიმღერებს უმღეროდნენ და დაბმული ყავდა ჯერ ესეთი ამ კორუფციულ გარიგებებში უამრავი ადამიანი და ასე შემდეგ. იქით რიჟვაძე ხო ეს ადამიანები როგორც მოექცნენ ხო ეს წესი პოლიტიკურ პარტიისთვის ძალიან რეიტინგია ძალიან დამღუპელი უნდა იყოს მაგალითად რაც გააკეთეს 28 ხო შარშან წინ 28-ში რომ გამოვიდნენ და თქვენს რომ ჩვენ აღარ მივდივართ აღარ გვექნება მოკლედ ამბიცია ევროპულ ოჯახში გაერთიანების ამას ეხლა ჩვენ თქო ისედაც ვხედავდით ამას ისედაც ეგრე აკეთებდნენ მაგრამ ვიღაცეებისთვის ტრიგერი იყო ეგ წითელი ნაჭრის გაფრიალება აი რაში უნდა დასჭირვებოდათ ამის გაკეთება რაში უნდა დასჭირვებოდათ მაგალითად რუსული კანონის მიღება როდესაც უამრავი ბერკეტი ჰქონდათ მაგალითად ფინანსური გამჭვირვალობის
ნებისმიერ აგერ სუსი შეუშვეს იმაში სუპერმარკეტებში და ეხა NGO-ში რაღაცა ის ექნას რავი აი ხო და ამას ხო ჩემი ჰიპოთეზა არის ეს რომ ეს ადამიანები უკვე მათ იციან იმიტომ რომ მე ვიცი რომ სიმპლეებს ატარებენ საკმაოდ პერმანენტულად და მათ უკვე იციან და დაბეჯითებით რომ მათი ამომრჩევლები არის უკვე მათ ისტორიულ მინიმუმზე და არაფრისთვის ეს უკვე სამყოფი აღარ იქნება და უკვე ფსონს აღარდებენ თავიანთ ანუ სახალხზე ესენი უკვე აღარ ფიქრობენ ესენი ფიქრობენ რომ შექმნან უკვე ისეთი სისტემა კი არა რომ მეტ ადამიანს მოეწონოს და ხმა მისცენ არამედ ისეთი სისტემა სადაც ხმას ვერ ამოიღებს და ესენი რასაც უნდათ იმას გააკეთებენ და ამას გადააყოლებენ თავის მომხრეებსაც მაგალითად უნივერსიტეტებში ხა ხო არ არის ესეთ ჰომოგენური საზოგადოებები სადაც ყველა აუცილებლად არის ოპოზიციურად განწყობილი იქ არიან კონფორმისტები ისეთი ადამიანებიც რომლებსაც ურჩევნია წნარათი ეგენის გადაყვებიან ეხლა ხო გადაყვებიან ხო შანსი არის სხვანაირად ვერ მოხდება იმიტომ რომ ეს კონფიგურაცია სხვანაირად ვერ აეწყობა რომ ეს მიყვებიან კი ნამდვილად გეთანხმებით ეს მათ აღარ აქვს სწორება ხალხზე მათ აღარ აქვს სწორება ქულების ჩაწერაზე ხო იმიტომ რომ დიდი ხანია უციან ბოლო საპარლამენტო არჩევნების მერე უკვე იციან რომ მათ ძალიან დაბალი პროცენტი აქვს მხარდამჭერების თელს ქვეყანაში. ხო, ახლა ნახეს რა, ხო და ამიტომ აღარ აქვს გათვლა ქულების ჩაწერაზე თუნდაც. რაც შეეხება ყოფილი მაღალჩინოსნების დევნას, ხო, ამასთან დაკავშირებით მე ორი მიზეზი შემიძლია წარმოვიდგინოს ესეც შესაძლო ახსნებია, ანუ ხა დაბეჯითებით მაგრამ ხო, ანუ ერთი არის ის რომ ამ ადამიანებს ხა რა ვიცი ღარიბაშვილს მაგალითად ჟილოაშვილს თქვენ რო ახსენებთ ხომ ღებრიშვილს უკვე ქონდათ გარკვეული პოლიტიკური წონა. ისინი იყვნენ პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები, ანუ ეს უკვე წლების განმავლობაში დაგროვილი ქონდათ ეს. და ეს არ მოეწონა ბიძინა ივანიშვილს. ანუ მას არ სჭირდება მოძლიერებული განაწილება ძალაუფლებისა. ხო, ანუ რომ მოძლიერდებიან მაგას ამბობთ? ხო, ანუ მას რეალურად რა გზავნილი როგორ უნდა გავიგოთ ჩემი აზრით ეს რომ არავინ არ უნდა შეეცილოს მას ძალაუფლებაში ის არ გაუნაწილებს არავის თავისი ადგილი მიუჩინა მათ იმიტომ რომ თუნდაც რატო აქამდე არ გამოუმჟღავნეს ეს დანაშაული ხო ნუ ხო ეს ხო ახალი ამბავი არ არის იგივე აი გახარიას შემთხვევაში წოცი დროს როცა მართლად ჩაიდინა ხო ის დანაშაული რაზეც ედავებიან რატო მაშინ დააწინაურეს ხო რატომ ჯერ არ წობდათ თავისი კადრის დევნა და მორჩილებაში იყო ხო როგორც კი გადაუხვია ლოიალურობის გზიდან მაშინ დაიწყეს უკვე ამ პლუს რაღაცა გარკვეული სხვა ანუ იხუშიდნენ და ჯგუფები ეკობახიძე ბინარაძე ცალკე არიან ეს წერაბრიშვილი თუ და ღარიბაშვილი ეს რა ქვია მას თავისი კლანი ქონდა ხო და ის და იქ შიგნითაც აინა მე ხა ბიზნესთან პირველი მიასწრებს კომპრომატებით მისვლას რომ ის კაცი ხო ეგრე იყოს ეს რა ქვია მეორე ხო ანუ ერთი არის ეს რა რომ აი იგივე ღარიბაშვილის დაქვემდებარებაში მყოფ ადამიანებსაც რა გააგებინეს ხო რა უთხრეს რომ მას კი არ უნდა ექვემდებარებოდე ხო მე უნდა დამექვემდებარო ხო ეს არის თავარი გზავნილი ამ ძალაუფლების ამათაც ისე ცენტრალიზაცია ხო ამ შემთხვევაში კონსოლიდირება იმ ერთი კაცის ხელში ის ვერ იტანს ხო ხალხს რა უქმნის ეხლა რო ისე დღეში არიან ფოტოები წაშალეს წარმოიდგინეთ Facebook აი როგორც ადრე რო იყო ჯერო ის ტროცკი ამოაშლევინეს მე ეს აი ეხა მეორე მიზეზი ზუსტად აი კარგად ახსენეთ ძალიან დაკავშირებულია ჰანა არენდს აქვს თავის ტოტალიტარიზმის საწყისებში ეგეთი დაკვირვება იმ შემთხვევაში ის ნაცისტურ გერმანიაზე და საბჭოთა კავშირზე საუბრობდა და ესეთი დაკვირვება აქვს რომ ეს ტოტალიტარული ლიდერები რას აკეთებენ ან მუდმივად
ცვლიან კადრებს. ანუ ერთ კადრს არ აჩერებენ ერთ სტრუქტურაში და ხშირად ეს შეცვლა რეპრესიებს ნიშნავს რა, ნიშნავდა ყოველ შემთხვევაში ამ შემთხვევაში და რატო აკეთებდნენ ამას ამ ჰანა არენტის განმარტებით მიზეზი იყო ის რომ მათ ეშინოდათ რომ ამ ადამიანებს იმიტომ დიდხანს იქნებოდნენ ერთ სტრუქტურაში არ აღმოეჩინათ იმ იდეის ფიქციურობა რომლის ასე რეალურად ქცევასაც ისე ცდილობდნენ ისინი ცდილობდნენ, ხო? სხვათა შორის ჩვენ კონტექსტშიც არსებობს ასეთი ფიქცია, deep state-ის სახით და ეს ფიქცია მათ შემთხვევაში ქართული ოცნების წარმომადგენლებს სჭირდებათ თავიანთი ნაბიჯების, აბსურდული ნაბიჯების გასამართლებლად, იმიტომ რომ რაციონალური გამართლება მას არ აქვს, ხო? ხალხი რომელსაც მართლა სჭირდებათ. ხო, და აი გჭირდებათ რომ ერთ წმენა იქ შეუნარჩუნონ. ხო და როგორც ტოტალიტარიზმში ხდებოდა ეს კადრების ცვლა და რეპრესია და გაქრობა, ხო? ავტორიტარიზმშიც მსგავსი ხდება, უბრალოდ განსხვავება არის ის, რომ იმ შემთხვევაში მათ სჭირდებოდათ ადამიანის პირადი სივრცის გაკონტროლებაც, ხოლო ჩვენ შემთხვევაში ამ ავტორიტარიზმში პირადი სივრცე არ არის საინტერესო, უფრო საჯარო სივრცე და ინსტიტუტებზე მიდის ბრძოლა. ერთადერთი ეს განსხვავება არის, როგორც აკვირდები. თუმცა დანარჩენი ასე ვთქვათ, ლოგიკა ის არგუმენტიც მეგონი რელევანტურია, რომელიც ეგან თქვით, რომ ისიც არ უნდა, რომ მაგალითად სადღაც დიდხანს რო ჩერდები, იქ რაღაცა სოციალურ კავშირებს აბავ, რაღაცა ლოიალური ხალხი გიჩნდება, ხო, ძლიერდები და მე ხა რომ შეიძლება ვიღაცები შენ გაშვებაზე თქვა, რომ არა და რაღაც, მაგრამ ამიტომ იქ არ ანუ მოკლედ ბიზნეს იქით არავისზე შენ არ უნდა გაგიჩნდეს რაღაცა ეს ძალაუფლების შეცილება თუ დაიწყება, თუნდაც უნებლიათ, ხო, ანუ ეს არაცხობს. ხო, ვიღაცები აღმოჩნდა, რომ ხე გახარეს შემთხვევაშიც ხო იქ რაღაცა ამან იქ რაღაც თალი ჩაუკრა ვიღაცა ცოტა ისეთი ტიპი იყო რა, რომ ვიღაცები self-help დებდნენ და ახლა ბიზნესა უყურა და ახლა ეს ხა რაც ნიშნავს რომ ვიღაც მეგობრები მაუჩნდა იმაში თავრობაში და ეს არ მოწონს ეხლა მაგ. ეგ არ იყო სასურველი მისთვის ნამდვილად. ხო, ის ფათემებიც იყო ცხადია, მაგრამ აი ეს თვითონ ეს დამოკიდებულება რომ ვიღაცა დიდი ხანი გვერდზე გაიჩეროს, ეს არის აი ქრესტომათიული ამბავია, ხო, განსაკუთრებით აი პარანოიით შეპყრობილი ადამიანებით, რომლებსაც უშეთქმულებები ელანდებათ. ეხლა ასეთი ტიპის პათოლოგია როცა გაქვს, უკვე ყველაფერში ეჭვს თვალს უყურებ, რომ იქ ვიღაცა ბლოკს კიკრავს, რომ შენ წინააღმდეგი და თან ამას ყვებავენ ესენიც. აი, დამიტოვებს, როდესაც ერთპიროვნული მმართველი ხარ და ეს ხო ძალიან ცნობილი თეორია, ჯერ კიდევ მონტესკიეს აქ დაწერილი, რომ აი დესპოტებზე აქ დაწერილი, რომ მათ ახასიათებთ შიში. ანუ ეშინიათ და ეს შიში რა თქმა უნდა არის პარანოიალური და განსაკუთრებით ეშინიათ, იმიტომ რომ იციან რომ არიან დავნაშავები, არ არიან მართლები. ხო. ხო, მოკლედ ფაქტი უნდა დავასრულოთ, ეხლა ჩვენ საინტერესო შეხვედრა გამოგვივიდა. ბოლოს მაინც მინდა რომ თქვა, რომ თუ არის რამე ალტერნატივა იმისა, რომ ხშირად ვიკითხებიან, რომ აი რას ფიქრობთ და ჩვენ რაღაცნაირი ეს კონსტრუქტები გვაქვს თვისში, აი ამ ხელისუფლების ცვლილებასთან დაკავშირებით უკვე წინასწარ ისტორიიდან გამომდინარე, რომ აი რაღაცა კონკრეტული თარიღები ვიცა 9 აპრილს მაგალითად ჩვენ დავანგრიეთ საბჭოთა კავშირი, იქ მერე დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, მერე ვარდების რევოლუცია, მერე ეს რაღაცა 12-ში ამათი მოსვლა და რაღაცნაირად კონკრეტულ პატარა დროის მონაკვეთები ასოცირდება ხელისუფლების ცვლასთან. და არ ამას კარგად დაუკვირდეთ რეალურად ამ ყველაფერს უნდა 9 აპრილს. ხო, და თუნდაც საბჭოთა კავშირის გრევა ეროვნული მოძრაობის გაღვივება საქართველოში ამას წლები დაჭირდა, იმიტომ რომ ძალიან დიდი მტრის წინააღმდეგ ვიბრძოდით და ეხლაც საკმაოდ ძლიერი მტრის წინააღმდეგ ვიბრძვით და ამ ბრძოლას დაჭირდება ჩემი აზრით, ხო, აი თან ძალიან თანმიმდევრულობა, ხო, შრომის მოყარეობა, ორგანიზებულობა და რა ვიცი ხა მე მგონია რომ აი ამ თანამოაზრეების გაერთიანება, არა აი ხელოვნური კავშირების შექმნაც რაღაცნაირი ის არის, ხო, ეფექტიანობა ნაკლებია თუ
თანამოაზრეების და ეს თანამოაზრეობა ჩემი აზრით უნდა იყოს მაღალი ღირებულებების საკითხებზე. ანუ ეხლა რაღაც დეტალური რაღაც პოლიტიკის მართვის საკითხებზე კი არ უნდა ინსტრუმენტების საკითხებზე კი არ უნდა დავწუნო, უნდა აი თავარზე შევთანხმდეთ, რომ თუ რას ვითხოვთ, რა არის თავარი. რაზეც ისე თანხმდებით რა. ტაბზე ვართ. ჯერ რატო გვაქვს იმის ფუფუნება, რომ მე იქ რაღაცა დეტალად ვარჩიოთ. ხო, ჯერ ძალიან უკან ვართ ჩამოვარდნილები. სხვათა შორის აი ეს ცვლილებები ახსენეთ რევოლუციები და მე მგონი ამდენი ხანი არც ერთი ის არ ყოფილა. არც ერთი რეჟიმი აშუს თუ არ ჩავშლით. ვარიქცერია 70 წელიწადს. ხო, არა, ეს είναι რეკორდსმენი. ჯერჯერობით და თან ძალიან სახიფათოდ, იმიტომ რომ აქ ჩარეული არის აშკარად გარე ძალა, ხო, რუსეთის სახით. რომელიც აშკარად რაღაცებს განახობს და თავის ინტერესებს ატარებს. და მე შეიძლება აი ბოლოს რაღაცა თქვა ერთი რაც რომ მინდოდა ზუსტად ღირებულებებს რა ხან ახსენეთ, ხო, აი და განსხვავებებზე, რომ აი აქეთ ამხანო როგორი ნათელია ვთქვათ და იქით, ხო? ეს არა მარტო გარეკნობით და ასე ვთქვათ, თვალშისაცემობით შეიძლება რომ გამოვარჩიოთ ესე. არამედ ზუსტად ღირებულებების თვალსაზრისით პირველ რიგში, ხო? აი მაგალითად მე მგონია, რომ ალბათ ძალიან უკვირთ ქართული ოცნების წარმომადგენლებს აი მზია ამაღლობელი მაგალითად ან რაცა ანასტასიას მოგინა რომლებსაც ძალიან უჭირთ ხო ჯანმრთელობის კუთხით ციხეში ყოფნა და ეს ჯანმრთელობის დაზიანება რეალურად სიცოცხლის საფრთხეს ქმნის ხო ან სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს მაგათ ალბათ ძალიან უკვირთ რატომ არ ითხოვენ ესენი შეწყალებას ხო იმიტომ რომ ნახეთ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფიზიკური სიცოცხლე და კეთილდღეობა და ამ ადამიანებისთვის ხო სიკვდილზე ბევრად უფრო უარესი რამეც არსებობს. ამ სიკვდილი არ არის ყველაზე უარესი რამ, რაც შეიძლება ადამიანს დაემართოს და ეს ჩანს ღირსეული ადამიანების შემთხვევაში. ხო, ამის ვერ იგებებს. უფრო მარტივ რაღაცასაც ვერ იგებენ ჩემი აზრით. როგორ შეიძლება აი ხო აი მე ბევრისგან გამიგია რომ აი რაღაცა იქ ფულს უხდიან იქ დგომაში ხალხს რა ხო და აი ესეც ხო აი ამას რო ამბობ ხა ეს ხო შენი შინაგანი გამოძახილია რა იმიტომ შენ ვერ წარმოგიდგენია ხა რომ იდეის გულისთვის ესე იდგენ და ხან იჭერდნენ და ხან გიყავდნენ და რაღაცა არ არის ჩვენი ისტორია სულ ეგ არა აქვს არც იდეა, არც პრინციპი, არც ღირებულება, არაფერი, ანუ მათთვის ერთადერთი თვითმიზანი არის, როგორც ვამბობ, ფული და ეს არ არის სწორი, იმიტომ რომ ფული არ შეიძლება იყოს თვითმიზანი, ეს არის საშუალება. ხო და თუ ეს გახდება კერპი და თვითმიზანი ამ შემთხვევაში ვერც განვითარდება საზოგადოება, იმიტომ რომ იქ ორიენტირი აღარ გაქვს, არ გაქვს ხედვა, არ გაქვს მიზანი, ხო ანუ რაღაც იდეალების გარეშე არ გამოდის რა, ანუ კი ყველაფერს ჭირდება კარგი ჯანსაღი კრიტიკა, აწონდაწონო ყველაფერი, მაგრამ მიზანი მაინც უნდა ემყარებოდეს რაღაცა რეალურ ღირებულებას და არა ინსტრუმენტს. ამის თქმა უნდა. კი ბატონო, ნამდვილად გეთანხმებით სრულად, რა ბევრი საკითხი წამოვჭერეთ და ყველაფერზე ვერ მოვახერხეთ, ალბათ ვინც მოგვისმენს კიდე რაღაცები, ვისაც დააინტერესებს, შეგვიძლია შემდეგშიც ვისაუბროთ, იმიტომ რომ ჩემი აზრით ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანებს ველაპარაკოთ ბევრი მათ შორის ჩვენ მომხრეებსაც, მოწინააღმდეგეებსაც და ასე შემდეგ და ბევრი თემა უფრო გავშალოთ და უფრო სერიოზულად ჩავეხეროთ, იმიტომ ამ ფუნდამენტის გარეშე მხოლოდ შიშველი აქტივიზმი ღირებულებითი კონტექსტების შინაარსის და ასე შემდეგ გარეშე არ არის ეფექტიანი და ამიტომ ამ მიმართულებით ბევრი უნდა ვაკეთოთ. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და უბრალოდ ამაზე დავასრულით და უახლოესი მომავალ კვირას თუ კიდევ გვექნება ყოველ კვირა მოკლედ თავაზობთ ჩვენს მხარდამჭერებს და არა მარტო მათ საინტერესო პოდკასტებს და მოკლედ დაელოდეთ თავისუფლების მოედნის გვერდზე ჩვენს კიდევ ერთ პოდკასტს ნახვამდის.